Am ახალშობილს, რომელსაც თქვენ ვიდეოზე უყურებთ, არ აქვს თავის ტვინი და ის ასე დაიბადა. ამ უიშვიათეს მდგომარეობას ანენცეფალია ჰქვია. ასეთ ახალშობილებს არ აქვს თავის ტვინის არც ერთი ნახევარსფერო, მაგრამ ისინი რამდენიმე დღიდან, რამდენიმე კვირამდე მაინც ცოცხლობენ და ამ ყველაფერს ახერხებენ მოგრძო ტვინის დახმარებით. მოგრძო ტვინი დიდი ტვინის ნახევარსფეროებსა და ზურგის ტვინს შორის არის მოთავსებული და სწორედ ეს სტრუქტურა აძლევს მათ საშუალებას ისუნთქონ დამოუკიდებლად და შეინარჩუნონ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქცია. აი ამ MRI-ის ფოტოს თუ დააკვირდებით და აგიხსნით, უფრო მარტივი იქნება, როცა შევადარებთ ფიზიოლოგიურად ნორმალური ახალშობილების MRI-ს. აი ეს არის ხერხემლის მალები და აქ მდებარეობს ზურგის ტვინი, რომელიც უნდა გადადიოდეს აქ თავის ტვინის ნახევარსფეროებში და თავის ტვინის ნახევარსფეროები ამ შემთხვევაში არ არის გამოხატული ფოტოზე. აი აქ კი ვხედავთ ნორმალურ ანატომიურ სტრუქტურებს ბავშვის ტვინისა, რომელიც ასევე MRI სკანირების შედეგად არის მიღებული ეს ფოტო და აქ ხედავთ, რომ ამ ზურგის ტვინის შემდეგ გაგრძელებაში ხედავთ, რომ არის მოგრძო ტვინი, შუა ტვინი, შუამდებარე ტვინი და უშუალოდ დიდი ნახევარსფეროები, რომლებიც ყველა სტრუქტურა ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ამ სკანირებაზე არის ნორმალურად განვითარებული. ანენცეფალიის გამომწვევი არის მულტიფაქტორული, ანუ ბევრი ფაქტორების კომბინაცია შეიძლება იწვევდეს ამ მდგომარეობას, მაგრამ ერთ-ერთი დიდი რისკ ფაქტორი არის ფოლიუმის მსჟავას დეფიციტი ორსულობის დროს, რომელიც უშუალოდ ამ ნერვული მილის დახურვის დეფექტებს იწვევს. ამ კლასის დეფექტია უფრო ფართოდ ცნობილი სპინა ბიფიდაც. ამ ფოტოზე კი ხედავთ ანენცეფალიის ეკოსკოპიურ სურათს და სწორედ ამ კვლევის მეთოდით ხდება ორსულობის განმავლობაში ამ იშვიათი დეფექტის დადიაგნოზება ან მისი გამორიცხვა.